გამარჯობათ. ვისაც ბახთან და ბოსტანთან საქმე ჰქონია, ყველამ კარგად იცის, რომ მცენარის აკვრა სარზე იქნება შპალერაზე თუ რაიმე სპეციალურ მოწყობილობაზე აუცილებლად საჭირო რამეა, თუ გვინდა მაღალ შედეგებს მივახციოთ და მაღალი მოსავალი მივიღოთ. უმჯობესდება მცენარის აერაცია, ზე უფრო უკეთ აღწევს მცენარემდე, შემდეგ სიმაღლეზე ასული მცენარე უკეთეს მოსავალს იძლევა, ვიდრე მიწაზე განთქმული, მაგალითად იგივე კიტრის შემთხვევაში. ამიტომ ასაკრავები ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. ეხლა თქვენ ხედავთ სამ თანამედროვე ასაკრავს, ეხლა მამაპაპური სიმინდის ფოთოლს რომ იყენებდნენ და კიდევ ძველ ბუნებრივ თოკებს ის დრო წარსულს ჩაბარდა, ეს თოკები ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული საკმაოდ ძვირი ღირს და გარდა ამისა დიდი დრო ჭირდება აკვრას. ახლა ვნახოთ თითოეული მათგანის პლუსი და მინუსი. ეს არის პლასტმასის ასაკრავი. ნახეთ, საკმაოდ რეკადია, საკმაოდ მყარია. ესე მაგრდება. შემდეგ ესე უნდა გამოვხსნათ. ესე როიკვრება ამაგრებს მცენარეს, ვთქვათ, რაიმე ჩამოსაკიდებელზე. ერთი შეხედვით ძალიან კარგი რამეა, თან ძვირიც არ არის, ახლა დომინოში ამის ყიდვა სისულელია, მაგრამ მის შემომტან ოპტავშიკთან ეს ერთი ცალი სულ 3 თეთრი ღირს მეტი არა. რამდენიმე ასეული ან 1000-ები უნდა იყიდოთ, ესე ერთ ცალს არავინ არ მოგყიდით. ძვირი არ არის, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მე ვთვლი, რომ ამის ყიდვა იყო ზარალი. ოღონდ ეს პლასმასა და კიდევ სხვა პლასმასის აი ასეთი მასალისაგან დამზადებული ასაკრავები ძალიან მალე ფუჭდება მზისგან. ულტრაისფერი სხივები მას შლის. შეხედეთ რა დაემართა 1 წელი ექსპლუატაციის შემდეგ, 2 სეზონი რა, ნახევარი წელი იყო მზეზე თითო სეზონის განმავლობაში. აი იმიტომ რომ ეს უკვე მყიფია. შეხედეთ, როგორ დაიმსხრა. ამ დროს ეს და ეს ერთდროულად ამაქვს ნაყიდი, ერთხელ მეტად არ მივსულვარ იმ მაღაზიაში. ამის საყიდლად ყოველ შემთხვევაში. ეს უბრალოდ რაღაცა ნაწილი მედო ოთახში და არ გამოსულა იქიდან, ანუ მზე თუ ნახავები არიან შეიძლება ითქვას ესენი. და ის რომელიც მზეზე იყო, ძალიან მალე გაფუჭდა. ეს მეორე ტიპის ასაკრავი, რომელიც არის რკინის მავთული, რომელსაც ფორმას ნებისმიერს მისცემ და საკმაოდ კარგად ინარჩუნებს ამ ფორმას. აი როგორც გაგხარდებათ, ამისი მოწყობითაც ძალიან მარტივია. აი ახლა მე თქვენ წინ მოვწყვითავ, შეხედეთ. ერთი წუთით, ძალიან ხელი ცოტა ძნელია, აი, მოიწყვითა. ბატონო, ეს იზოლაცია ასე მარტივად არ აშორდება ფრჩხილით. და ნებისმიერი ფორმა შეიძლება ამითი გავაკეთოთ, მარყუჟი შევკრათ და ის შეინარჩუნებს და საკმაოდ, თქვათ, ყოველ შემთხვევაში ქარში მოძრაობაში საკმაოდ ძნელი გასახსნელი იქნება. ახლა გადაკვანძვები და ასეთი რაღაცები ამას არ ეჭირდება. ესეც სანამ ახალია, ძალიან კარგია, მაგრამ ერთ წელიწადში ეს ამასაც იგივე ემართება, ანუ გარეთა პლასმასი იშლება მზისგან და შემდეგ რჩება აი მისგან აი ასეთი რამ, ეს უკვე მზეზე ნამყოფი გახლავთ. ამ დროს ერთდროულად ნაყიდია, უბრალოდ ეს მურგვიდო ოთახში, აი, შეხედეთ რა დაემართა. ესე იგი, შიგნით რკინა გამოჩნდა, გაშიშულდა და პლასმასები ძირს დაიყარა. ასე რომ ამისი გამოსდაც ვთვლი, რომ იყო უაზრობა, რომ ცოდნოდა რა დაემართება, არც ამას არ ვიყიდი და არ გამოვიყენებდი. საქმე რაშია, რომ ესეც და ესეც მერე ჩვენს ბაღ-ბოსტანში იყრება,
და ასე ვთქვათ, ნიადაგს აბინძურებს შეიძლება ითქვას და ამისი აკრეფა და გამოტანა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და თუ დიდი ახლა ჩემი ფართობი პატარაა, იქ არ არის ძალიან დიდი პრობლემა მაგისის, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა იყო. ხოდა ახლა წარმოვიდგინეთ ეს რომ დიდ ფართობზეა რა. და გონია ბიომეურნეობას ეწევი ამ დროს ნიადაგი გიბინძურდება პლასტიკით. ეხლა ყველაზე კარგი ჩემთვის გამოდგა აი ეს ასაკრავი ეს მე ვენახეებს გეწოდინებათ. ეს პირველი ეტაპი. ეხლა ეს ასე ვთქვათ. გამოვიძიოთ ეხლა აი მეორე და გააკეთა აი ესეთი არყუჟი, რომელთაც მოხდა ვთქვათ მცენარის მიმაგრება ვთქვათ თოქზე ან საყრდენზე ან რაიმეზე. ეხლა რა თქმა უნდა ესეც პლასტიკია და ესეც გარემოს დამაბინძურებელია, მაგრამ ეს უკვე ნამდვილად ერთჯერადი გახლავთ განსხვავებით იმათგან, რომელიც წესით მრავალჯერადი უნდა იყოს. და რაც მთავარია, ერთი სეზონის განმავლობაზე ეს არ იშლება. ანუ ეს რომ მოძრეს და ასე ვთქვათ, გაიპნეს გარემოში არ ხდება და მე მეორეც, წითელი ფერია. ამას ძალიან ადვილად იპოვით და აიღებთ განსხვავებით აი თეთრი და მომწვანო ფერის პლასმასისაგან, რომელიც ისე იცლება, ისე იშლება, რომ ვერ ვხედავთ და რა მომენტში დაიშლება და რა დროს დაგვხდება ის დამსხვრეული აი ეს და ესეც ჩვენ არ ვიცით და ეს ერთი სეზონი ნამდვილად მუშაობს, შემდეგ როდესაც მცენარეს ვიღებთ, ეს უნდა გადავჭრათ, რა თქმა უნდა და გადაჭრის შემდეგ იქავე შეიძლება ან ჯიბეში ჩავიდოთ ან რაღაცაში და რაც თავარია ადვილია მისი გამოტანა მინდვრიდან და გადაყრა მოშორება უტილიზაცია. ასე რომ თუ გინდათ ნაკლები პლასტიკი, რომელიც შემდეგ მიკროპლასტიკში გადავა და ისევ ჩვენი შესაჭმელი გახდება, ჩემო ბატონო, მე გირჩევთ აი ამის და აი ამ ხელსაწყოს გამოყენებას, რომელიც უფრო მარტივია ამ შემთხვევაში. ხოლო აი ეს ასაკრავი მავთული და აი ეს რომელიც იმის გამო რომ აი ოთახში იდო და მზეზე არა ყოფილა ხედავთ მშვენიერი პლასმასია, მაგრამ სამწუხაროდ ულტრაისფერის სხივები მას აზიანებს და აქცევს აი ესეთ მყიფე რაღაცად. ამ მსხურვები თვითონაც იმსხურვა და ახლა ხელი რომ მოვუჭირო, აი ხედავთ რომ დაიმტვრა. აბატონო, დღეს სულ ეს იყო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.